მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს, რომელიც გახლავთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის სატელევიზიო ეთერი. ეძღვნება საგვარეულო მოძრაობას, საგვარეულო მოძრაობაში არსებულ საკითხებს, ისტორიებს, გვარებთან დაკავშირებულ ისტორიებს და იმ საგვარეულო მთლიანობასა და ერთობას, რომლისთვისაც მოწოდებული არის გვარი. ეს გაერთიანება, ეს ასე ვთქვათ, ერთობა საგვარეულო შექმნილი არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის ხელმძღვანელთან, ბატონ ირაკლი ბრეგვაძესთან. ამ სატელევიზიო გადაცემის ავტორიც ბატონ ირაკლი გახლავს, მე კი წამყვანი ვარ ამ გადაცემისა, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე. ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ჩვენი ქართული რეალობიდან ამოსულ ძალიან ისეთი სისხლხორცეულად ქართული არსების მქონე გვარის შესახებ. ესენი არიან დვალები, რომლებიც ისტორიული დვალეთიდან არიან და ეს არის შეიძლება ითქვას ცენტრი და გული საქართველოსი, რამე თუ შიდა ქართლი, ანუ ძირითადი სახე ქართლისა, ეს არის გულის ნაწილი მთელი საქართველოსი და ჩვენც აი ამ სულისკვეთებით უდგებით ისტორიული დვალეთის მიმართ დამოკიდებულებას და იმ ბრწყინვალე ღვთივკურთხეული გვარის მიმართ ისტორიებსა და რეალიებს, რომელიც დაკავშირებულია დვალებთან და აი ამ ღვთივსათნო გვართან. ამ საკითხზე საუბრობთ მოხმობილი და მოწვეული ყავს ძვირფასი ქალბატონი ნანა დვალი, რომელიც გახლავთ წინამძღოლი დვალების გვარისა და მას აქვს როგორც ასაკობრივი, ისე პრაქტიკული მუშაობის ის გამოცდილება და ის ურთიერთობები, საგვარეულო დამოკიდებულების ის ურთიერთობები, რომელსაც შეუძლია ხანგრძლივად და ძალიან საფუძვლიანად და დამაჯერებლად ისაუბროს თავისი გვარის შესახებ. და აღარ გავაგრძელებ სიტყვად და მოусმინოთ დვალებისა და დვალეთის შესახებ ქალბატონ ნანა დვალს. მადლობთ მოწვევისათვის. დვალეთი და დვალები უმნიშვნელოვანესი თემაა დღესაც საქართველოსთვის. დღესაც პრობლემატურია მიუხედავად ამ დამდგარი მშვიდობისა და დამოუკიდებლობისა. დვალები ნამდვილად იყო ქართული მიწა, ქართველი ტომით დასახლებული ადგილი და გვარი არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნისაც, ჩვენი არსის გამსაზღვრელი და არ არის ეს ასე ადვილად მისადგომი და არც ტერიტორია და არც გვარი საქართველოს დასაკარგი ნამდვილად არ აქვს. მართალცანით. მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის თავ. ასეც იყო ნამდვილად. და გერმანელი ბრძანებს, რომ მომავალი მას აქვს, ვისაც წარსული ახსოვს. და ნამდვილად ასეა. დვალეთი იყო ქართული მიწა-წყალი. მეოთხე საუკუნიდან ფარნავაზ მეფემ შემოუერთა, კი არ დაიპყრო, შემოუერთა ეს ნაწილი, როგორც ბჭყალებში მრავალ მეცნიერს უწერია ქვეყანა საქართველოს, როგორც ქართული და ქართველებით დასახლებული. და თუ გაინტერესებთ, ოსები ხსენებაშიც არ იყვნენ მაშინ, იმიტომ რომ ეს იყო ნომადური ტომები. ამბობენ ხაზართა, პაჭანიკთა, სკვითების და ასალანების ნარევი ჯიში იყო. და ახლა სკვითები კი იყვნენ მებრძოლები და მშვიდოსნები, მაგრამ სულსიქით რა ებადათ, სახლი ეწოდათ თუ კარი, ბრძოლა იცოდნენ და ეს თავდასხმები, მეკობრეობა შემდგომში უფრო განავითარეს, იმიტომ რომ იყვნენ კავკასიონის გადაღმა ჩრდილოეთით ველებში, ისე რომ აქეთ ჯერ ხელი მაგათ არ ჰქონდათ და დვალები ცენტრალური მდებარეობა აქვთ მამისონსა და დარიალს შორის, ცენტრალური და გადაღმა მარჯვენა ფერდზე არიან, სხვათა შორის თუშებიც არიან მარჯვენა ფერდზე, მაგრამ ეს პოლიტიკურ გეოპოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან პრობლემური ადგილი დარჩა საბოლოო ჯამში და ეს იყო ზღუდე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამაგრებდნენ ჩვენი მეფეები. მართალცანით. საუკუნეების განმავლობაში თვითონ დვალებიც ფიქრობდნენ ამას. სხვათა შორის ძეგლი ერისთავთა ვახუშტი ბატონიშვილის მასალები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გვარისა და ტერიტორიის შესასწავლად.
და ძეგლიერის დავთარში წერია, რომ როდესაც ისინი ჯერ ჰუნებმა დაარტყეს, იქვე მეზობლობდნენ, მონგოლებამდე მივალთ, რომ მოვიდნენ თანდათან აქეთ ჩვენსკენ, რაღაც მთის ხალხს რომ შეეფერება დვალები კეთილმეზობლობას ყველას მიმართ იჩენდნენ და მეფის ერთ-ერთი ფეოდალებს შორის იყო რაღაც უთანხმოება და მეფის ერთ-ერთი ოჯახი 70 მონით შემოვიდა დვალებში. ამათმა მიიღეს და ცოტა ხანში შეხედეს, რომ აშენებენ სახლებს დიდძიცსა და ციხეებს და გადაწყვიტეს, რომ ესენი ცოტა ხანში ჩვენ ქვეყანას დაეპატრონებიან და როგორც შემოაბრძანეს, ისე გააბრძანეს. ეს იყო კეთილმეზობლური ადამიანური ურთიერთობა. და თლათ ასეთ მტრულს შეიძლება არ ელოდნენ, მაგრამ ზღუდე იყო კლდისაგან და ქვირტკირით ნაგები, რათა არავიდოდნენ თვინიერ მათსა უსნიო. აი ეს იყო დაფიქსირებული და სხვადასხვა თანამედროვეობაში აი ირაკლი დვალი ბატონი, რომელიც რაჭა ზემოშავრიდან არის და რაჭაზეც აქვს ორტომეული, თოფჩიშვილი, ითონიშვილი, გამრეკელი, გოკიელი, ბევრი წერდა დვალებზე და საქმე ის არის, რომ თავიდან აი გამრეკელი შეიძლება დაფიქრდა არის თუ არა ეს წმინდა ქართული ენობრივი თვალსაზრისით, მაგრამ ცოტა ხანში მე დაადასტურა ეს ზანურ-მეგრული ძველი აქვს დვალებს დვალური ენა ვახშტიმ რა თქვა აღმოჩნდა რომ მეგრულ ზანური ასევე სვანური სუბსტრატიც არის და დვალებისგან ორ სულშიც კი გავიდა ზანიზმები და სვანური სუბსტრატი და მე თვითონიშვილმა ბრძანა რომ აი გამრეკელი სიცოცხლის ბოლომდე დაინტერესებული იყო და ზრუნავდა ამაზე დვალეთი და დვალები. დვალეთის გეოგრაფიული განმარტების შესახებ ვეთქვი მაყურებელს, რომ ეს არის შიდა ქართლის ტერიტორია, როგორც უკვე ვახსენეთ, დღევანდელი ცხინვალის რეგიონს მოიცავს და არის სამხრეთ კავკასიის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული ადგილი, რომელიც როგორც ქალბატონმა ნანამ ბრძანა, ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელ უღელტეხილებს, აკონტროლებს ამ უღელტეხილებს და სწორედაც დვალეთი და დვალეთში დასახლებული ქართული მოსახლეობა იყო ის მონაპირე მცველი საქართველოსი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმოსვლასა და ამ ურთიერთობას აკონტროლებდა და შესაბამისად იცავდა კიდევაც. ამ ურთიერთობაში ერთ მნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი ის, რომ დღეს დემოგრაფიული მდგომარეობა შეცვლილია გარკვეული მოვლენების გამო, მაყურებლისთვის კარგად ცნობილი მოვლენების გამო არის შეცვლილი და ისტორიისთვის კი ეს ასე გამოიყურება. ერთ მნიშვნელოვნად ქართული დასახლება, ერთ მნიშვნელოვნად ქართულ ენოვანი მოსახლეობა, ქართულ ენაზე მეტყველი მოსახლეობა, ერთ მნიშვნელოვნად ქრისტეს მადიდებელი და მართლმადიდებელი მოსახლეობა. იქ არ იყო არავითარი რაღაც აღრევა სარწმუნოებრივი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დვალეთის შესახებ თუ გვექნება საუბარი და უნდა გქონდეს საუბარი, უნდა გქონდეს როგორც ქართულ წარმომავლობაზე, როგორც ქართულ ფესვებზე და როგორც ქართული რეალობის მობრძოლზე, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეების, რომლისთვისაც არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ქართველობა და მათი მეობა. დვალები იმთავითვე იყვნენ ქართველები, იყვნენ ქართული კულტურის მატარებლები და აი ამ სოციუმს ჰქონდა სწორედაც ურთიერთობა იმ ჩრდილო კავკასიასთან, რომელიც შემდეგ მსხვერპლი გახდა იმ დიდი პოლიტიკური თამაშისა, რომელიც ოსეთთან და ქართველებთან აი ეს დაპირისპირების სახით იქნა განხორციელებული. სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ ამას ვერც ოსებს ვაბრალებთ და ქართველებს რა თქმა უნდა ვერ დავაბრალებთ, იმიტომ რომ ესენი თავის მიწაზე, თავის სახლკარში მცხოვრები ხალხი იყვნენ და არავის დასაპყრობად და არავის რომ დასაპატრონებლად ესენი არსად არ წასულან იყვნენ იქ, სადაც უფლისმიერ იყვნენ დადგენილები იმთავითვე და აი ის დიდი იმპერიული ინტერესი, რომელიც სამხრეთ საქართველოში
სამხრეთ კავკასიაში და ამ შემთხვევაში თვალეთში განხორციელდა, ეს იყო პოლიტიკის მსხვერპლად ქცეული ხალხი და დღევანდელი თვალეთი შეიძლება ითქვას, რომ აი ამ პოლიტიკის ერთგვარი მსხვერპლია, რამე თუ შეცვლილია დემოგრაფიული მდგომარეობა, ქართველები იქიდან აყრილი და იძულებით გადმოადგილებულები არიან საქართველოს სიღრმეში, შედარებით უფრო სიღრმეში და იქ ჩრდილო კავკასიიდან შემოსულმა ოსურმა მოსახლეობამ დაიკავა ეს ადგილები. ამ ყველაფერს ეწოდება დროებითი, როგორც დროებით გადაადგილებული ქართველები საქართველოს სიღრმეში, ისე დროებით შემოსული ოსები, დროებითობა კი გაგრძელდა უკვე რამოდენიმე ათწლეული და ამ ყველაფრის შესახებ და იქ შექმნილი მდგომარეობის შესახებ კვლავაცა და კვლავაც ქალბატონ ნანას დაუბრუნდები და მინდა მან გააგრძელოს ამ თემაზე საუბარი. იცით, ვალერიან და ვახტანგ ითონიშვილები ძალიან ძლიერი ეთნოლოგები იყვნენ და ისინი ბრძადნენ, რომ 2000 წელია დვალებს სწავლობს მსოფლიო, პტოლემეოსი, ფლავიოსი, უფროსი, პირველი მეორე საუკუნე ახალი წელთაღრიცხვი. შემდეგ პეინტინგერის ტაბულაზეც კი, რომელიც რომაული რუკა იყო, სწორად არის მონიშნული დვალების საცხოვრისი მხოლოდ ჩრდილო ფერდზე, კავკასიის და დივალი. ეს ხო გვარია ნამდვილად დვალური. იქ ჩრდილო ფერდზე იყო ბუდედვალეთს უწოდებს ითონიშვილი. ეს იყო ბუდედვალეთი. მაგრამ დვალეთი და თრუსო შემდეგ განვითარდა, როცა უკვე მოვიდნენ ოსები და დაიწყეს ძალადობა, დვალები ადრე სპორადულად გადმოდიოდნენ, იმიტომ რომ დვალეთი იყო შეხვედრად ურთიერთ თანაცხოვრება დასავლეთის და აღმოსავლეთის და იგივე სასაზღვრო ნაწილი მართალ ძალიან ამაგრებდნენ ამას და თრუსო მე-10 საუკუნეში დაიცალა წანარებისგან. წანარები უკვე მე-9-დან გადავიდნენ კახეთისკენ და იმ სამთავროს შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წანარები როგორც ეთნოსი აღარ არსებობს, ისევე როგორც დვალები, იმიტომ რომ ბუდეში აღარ არიან და ჯგუფურად იქ არ არიან, თორე კომპაქტურად თრუსოსკენ წამოვიდნენ დვალები და იქ დასახლდნენ. და ჩრდილოეთ დვალეთს, რასაც ბუდედვალეთს უწოდებენ, წლებია სწავლობენ. ხან ნომენკლატურა შეეწირა, ხან ცარიზმი და ბოლშევიზმი იყო. 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯით გადაილოცა რუსეთმა, მაგრამ მაშინ ნარას უჩასტკას უწოდებდნენ, ჯერ კიდევ თბილისის გუბერნიაში დატოვა და გორის მაზრაში. 1859 წელს ჩამოაჭრა ესეთ საქართველოს და გადაიტანა ვლადიკავკაზის ოლქში. ნუ მაშინ ახლა ცარიზმის დროს რის ხმისამომღები იყო, მაგრამ შემდგომში როცა დადგა დემოკრატიული საქართველო მოვიდა 18 და 19 წლები 1921-21-მდე ოსებმა პოლიტიკური მოთხოვნა წამოაყენეს და ესწრებოდა ივანე ჯავახიშვილი და მან თქვა ისედაც ამოდა 11 გზა აქეთ მოდის და ერთი გადადის ჩრდილოეთშიო. სანამ საქართველო დვალეთს როგორც ქართულ მიწას არ დაიბრუნებს, მაშინ ჩვენ არ გაუჭირდება აქ კარიბჭის გაკეთება, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს და არც იმ კარიბჭის დაცვა, თორემ ჩვენს ქვეყანას მუდამ ექნება საფრთხე ჩრდილოეთიდან მტრის დაცემისა. არც მაშინ არავითარი რეაგირება არ მოყოლია და მაშინ იქნებ არც დღევანდელი მდგომარეობა ჩვენ არ გვექნებოდა და ბევრ მიწას არ დავკარგავდით. ითონიშვილი ბრძანებს, რომ მიუხედავად ამდენი შესწავლის, ამდენი მცდელობის, მაგრამ ზოგიერთი რომ ნომენკლატურას ეწირებოდა და თავის მეცნიერებას მას უქვემდებარებდა, ჯერაც ტერა ინკოგნიტად არის დარჩენილი დვალეთი და ამას დიდი შესწავლა სჭირდება. იმ ორტომეულში სტუდირებას ეწევა იმისას, რომ თეორიული საფუძველი გამოაცალოს ოსების პრეტენზიას და იმას მივიტყვით, რომ ოსებს არ გამოუცხადებთ, გამოცხადებულიც აქვს, მიტაცებულიც არის ტერიტორიაც და რა ხდებოდა ახლა? მიტაცებად და მე-15 საუკუნეში დაიშალა საქართველოს სახელმწიფო. შავბატკნიანები შემოიწირნენ და ვეღარ გაუძლეს. თორემ მანამდე
ამაგრებდნენ და ყველაზე დიდი კონტროლი იყო დვალეთზე მეფებისგან. ყველაზე დიდი იცოდნენ, რომ იქ ჩრდილოეთის კარი გამაგრებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე-15-ში დაიშალა სახელმწიფო და ვეღარ აკონტროლებდნენ იმ მხარეს. მე-13-ში მათ კიდევ მონღოლები, ჩინგიზ და ბათოყაიანები შემოიცნენ და ჯერადი იყო მიგრაცია ოსეთის. ეს ისტორია დვალეთთან დაკავშირებით და დაუბრუნდეთ დღევანდელობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის დღევანდელობა და ის რეალობა, რომელიც საფუძველს იღებს დვალეთიდან და გვალების გვარი. ახლა რა შეესაქმე, იქ იყო უამრავი გვარი. ეს არ იყო მხოლოდ მე-11-ში გახდა დვალი როგორც გვარი შეიქმნა, თორემ იყო უამრავი ხაჩიძეები დღეს წიგნი აქვს შექმნილი, ხაჩიურები იყვნენ და სულ აინტერესებდათ საიდან და ერთი თავი დვალებს ეძღვნებენ. იციან რომ დვალეთის ხაჩიურები არიან და ხაჩიძეები დარჩენ. ასეთია უამრავი გვარი. ბევრმა იცის რომ დვალური წარმომავლობის არის. ზოგმა აღარც იცის და არც ისეთიო მცირე რიცხოვანი ხალხი ცხოვრობს იქაო, სახიერნი და მამაცნიო უკვე ეგინი მენაპირე ქვეყანა იყვნენ, საჯარისო ფორმირებებიც იყო და ძალიან ბევრი გვარი და რომ წამოვიდნენ დვალები იყვნენ ზემო რაჭა, ზემო იმერეთი, ყველგან გადავიდნენ და გლოლაში ამბობენ რომ ჭიორადაღები დვალუკეებს უწოდებენ, იმიტომ რომ იქ ჩასახლდნენ და ათენგენობა აქვთ გლოლას მხოლოდ ისევე როგორც თიულებს აქვთ და დვალებს. გადატანილი რიტუალები, სხვა ადამიანის რა თქმა უნდა, ხატობა და ეს არის გლოლაში, ესე იგი ეს გვარები უამრავი გვარი. აი ახლა ხო დარჩა გვარები დვალიძე, დვალაძე, დვალიშვილი, მაგრამ აქ ნათელია რომ დვალია საფუძველზე. ფუძე არის დვალი და აქედან წარმოსული გვარები. აქედან წამოვიდნენ, მაგრამ ყველა ხო დვალიშვილი არ არის, არა? ეს დვალი ნათელია, მაგრამ უამრავ გვარს არ ემჩნევა, ასე ფუძეს ვერ ნახავ, მაგრამ ბევრმა იცის რომ დვალები არიან. წარმომავლობის ადგილი დვალეთია. დვალი და ეს დვალი და დვალიშვილი სულ 30 ვიყოთ, თქვენ რომ ნახოთ რა რაოდენობის გვარებია, 300,000 შეიძლება თავისუფლად ვიყოთ, ისე რომ არც დვალეთი და არც დვალები ნამდვილად ქვეყნისთვის დასაკარგავი არ არის და აი ეს პრობლემური მდგომარეობა მე ვიტყოდი რომ დღესაც ძალიან რთულია ეს ამბავი, იმიტომ რომ 21 საუკუნეში თუ შეიძლება რომ ადამიანმა დაკარგოს ქვეყანამ ტერიტორიები და კიდევ გარედან მოძალებულ საძებრძოლოს, ეს არ არის უბრალო საკითხი და ითონიშვილებიც მართალიანია, ირაკლი დვალის და როლანდ თოფჩიშვილი, რომ ამას ასე ვერ მიატოვებს ადამიანი, დღესაც უნდა გაგრძელდეს, მხოლოდ ისეთი საბუთი უნდა დადო, რომ კი ბატონო შემოვიდნენ და ცხოვრობდნენ. ოსები ეთნიკურად კავკასიელები ხომ არ იყვნენ. მერე გახდნენ უკვე კავკასიელები, მაგრამ ჩემთვის სასურველი იქნება რომ კი ბატონო ცხოვრობთ, მაგრამ უნდა აღიაროთ თქვენც და იმ დიდმა ძმებს რომ ეძახდით რომ ეს არის საქართველო, ეს არის დვალეთის ტერიტორია. თორემ ასე წაღებაში შეიძლება სხვა რამეც მიიყოლონ ამათმა, ასე არ შეიძლება. აი თქვენ ახსენეთ ის ისტორიული ფაქტი, რომ 1859 წელს რუსეთმა დვალეთი ჩრდილო კავკასიას შეუერთა და ეს იყო ესეთი ახალი განკარგულება, ახალი როგორც იტყვიან რეალობა იმ ქართული სამყაროსი, რომელიც დვალეთში არსებობდა და აღმოჩნდა რომ დაქვემდებარებაში აღმოჩნდა მეფის იმპერიული რუსეთისა და აი ეს დაქვემდებარება გარკვეულწილად ასიმილაციურ მდგომარეობას უწყობს ხელს და იცვლება გარკვეულწილად ეროვნული ქსოვილი, ეროვნული ფაქტურა იქ წარმომადგენლობისა. მაგრამ როგორც არ უნდა შეიცვალოს ეს და როგორი პოლიტიკური
პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც არ უნდა იყოს მიღებული, არსებობს დვალეთი და მის არსებობას ვერავინ ვერ უარყოფს და არსებობს დვალები, გვარი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ამ ადგილთან, უშუალო წარმომავლობა აქვს ამ ადგილისა და ეს გვარი სხვა არაფერი არ არის თუ არა ფუძისეული წარმომავლობის მქონე გვარი დვალეთიდან და მათი ქართული საწყისი ერთმნიშვნელოვნად იკითხება ყოველგვარი კვლევისა და ანალიზის გარეშე. დვალები ქალბატონმა ნანამ უკვე ბრძანა, რომ მრავალი გვარია აქედან გამოსული, თუნდაც დვალიძეები, რომლებიც რაჭაში ცხოვრობენ, დვალიშვილები, რომლებიც დღეს ყველგან ცხოვრობენ, ჩემო ბატონო და სხვა გვარები და ის სხვა გვარები, აი ის გვარები, რომელიც მე დავასახელე, ფუძეს დვალს ინახავენ, ანუ თავის ფუძისეული ნიშნით არიან და არიან გვარები, რომლებიცაც ეს დვალის ფუძე არ აქვთ, მაგრამ მათ ძალიან როგორც ქალბატონმა ნანა ბრძანა, იცის რომ ისინი დვალეთიდან არიან და კუთვნილება აქვთ ამ მიწასთან, ამ კუთხესთან, ამ მხარესთან აქვთ კუთვნილება და ეს კუთვნილება ერთმნიშვნელოვნად ქართულ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას. დაუბრუნდეთ დვალების გვარს და გავამახვილოთ ყურადღება იმ დღევანდელობაზე და იმ რეალობაზე, რაშიც დღეს დვალების გვარი ცხოვრობს. კომპაქტურად თუ ცხოვრობენ დვალებისადმე, თუ გეგულება დვალების უბანი, დვალების სოფლები. არის დვალი ანტიქვია, არის სოფლები, დვალები, დვალიანთა, როგორ არ არის მხოლოდ ისეთი რაოდენობა. აი ზედა შავრაში იყო მრავლად და ირაკლი, ბატონი ირაკლი წერს, რომ საეკლესიო პირები პატარა ონში, სხვა ჩემი წინაპრებიც საეკლესიო იყო. პატარა ონი და ზედა შავრა უმეტესად იყვნენ სხვავაში აზნაურებიო. ახლა რა ხდებოდა, იცით, როდესაც ზეწოლა განვირთდა ოსების მხრიდან, იქ უკვე მცირე იყო რაოდენობა დვალების და დიდხანს ცდილობდნენ თავის შენახვას. ოსური რო გააოფიციალურეს, მერეც კი ქართულად ლაპარაკობდნენ. და ზახაში მე-19 საუკუნეშიც კი ქართული იცოდნენ და იმდენად ეკლესიურები იყვნენ, რომ 4 თავის შეტანას სადა ერთი დვალებიდან წამოსულა, იმიტომ რომ იქ არის ვინც ამას შეიძენს, მოპარული და ძლივს მოიგდეს ხელში და იქ აქონდა. ესე იგი, თავს კი ინახავდნენ, მაგრამ ძალიან ძნელია, როცა ვიღაცა ბატონდება. მერე კიდევ მეორე უბედურება ის არის, რომ დვალობა დაიბრალა თვითონ ოსმა, თვით სახელწოდებად აიღეს. აი აქ არის მთელი უბედურება. მაგრამ მე ვთვლი, რომ არც ეს არ არის დაუძლეველი პრობლემა. გახსოვთ ისტორიიდან დავით აღმაშენმა 40,000 ყივჩაყი ჩამოასახა დედაწულიანად და დროთა განმავლობაში ჯარი ჭირდებოდა და ისე შეერწყა ქართულ რეალობას, ქართულ ყოფას და ტრადიციებს, რომ დღეს ნამდვილად არიან და თვითონაც იციან ამ ძირზე დაშენებული არის ყივჩაყები ძირში და კიდევ უამრავი გვარია. განა ქართველები არ არიან, ძალიანაც დიდი ქართველები წამოვიდან. აბა პავლე ინგოროყვაძის გეკითხათ, მე ჩერქეზი ძირეულად ჩერქეზით, ანუ მე ნაკლებად მინახავს იმაზე გულანთებული ქართველი, ვიდრე პავლე ინგოროყვა იყო და საბინინი არ იყო ქართველი, რომ არ მოაღებს ეს ქართული მიწა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ თუ კიდეც დაიბრალე და თუ შემთან ხარ, მე არ მინდა არავის მიწერა ჩემ გვარზე ან ჩემ სამშობლოზე, მაგრამ არის შეიძლება გვარიც არაქართული, მაგრამ გულანთებული სულით და გულით ქართველი უნდა იყოს. ისე რომ ნუ გააპრობლემებენ თუნდაც იმას, რომ დვალები აიღეს, ოსებმაც დაიბრალეს დვალობა და ამ ნებანებად მაღრანში შემოვიდნენ, თრუსოში შემოვიდნენ და იქიდან სხვათა შორის ანანია ჯაფარიძეს აქ შესანიშნავად დაწერილი გასონხება, გათათრება, გაბედნება და გაოსებაზე უწერია. სულ მოკლე ხანში იმ დაპირებით, რომ თქვენ შეღავათები გექნებათ, ქართლშიც კი არადვალები 17,000 კაცი გააოსეს. აი ამ მეთოდით და კაცი გამკითხავი არ იყო, იმიტომ რომ შეღავათებს და თანეუბნებოდნენ მაგლეხობა თავისუფალი გლეხები იქნებითო და ამ დროს ეს ხდებოდა 1820 წლებში და 1800 დაახლოებით 50-იან წლებში უკვე 68-ში მოისპობა ტოყმობა. აი სულ ცოტათი დაასწრეს და იმხელა ტალღა წავიდა ჩვენგან, რომ ამას უკვე თვითონაც იმ მენტალიტეტი რომ შეეცვლება, ის უკვე ის არის, ხომ? მაგრამ ჩემი სურვილია, რომ
თუ ტერიტორია და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ტაო-კლარჯეთის არ იყოს ყველაფერიც უნდა მართალია ცოტა რთული უბანია ისიც და დვალეთიც მაგრამ და მერე ვინც აქ იცხოვრებს ქართველი თუ ქართულდაბრალი ძალიან ვთხოვდი რომ ერთგული იყოს იმ ქვეყნის სადაც ცხოვრობენ და მიტაცებაზე ეს იცით რა არის სწორია ითონიშვილიც ამასო ისეთი სტუდირებას ვაკეთებო იმ ორტომიანში რომ გამოვაცალო თეორიული საფუძველიო ამათ პრეტენზიებს რომ ტერიტორია ჩვენია დვალები ოსები არანაირი გამრეკელსაც უწერია რომ გამიჯნულია სრულიად დვალები ოსები ასევე გვასალია წერს და დავით გუდიშვილი იყო პირველი მის დაწერა არავითარი დვალების ოსობა არ გაგონილა ასეთი რამ არ ყოფილა იმან რომ დაიბრალა და პატარა ნაწილი გაოსა ეს ჩემ გვარს არაფერ ზაც არანაირად არ გვაკლებს არაფერს დღევანდელი მდგომარეობა აი დვალების გვარი რამდენი სტატისტიკურად რამდენი ფიქრობთ რამდენი იქნება იცით თუ მივაწერთ ახლა დვალიშვილი და დვალები ჯერ ერთგან ახლა 3000 ნუ მთლიანობაში ნუ 30000 ხომ არ გადაცდება მაგრამ ორივე კი ძალიან არ არის ახლა ისეთი რაოდენობა მაგრამ საკარმარისად ძლავრია და დღესაც მოღვაწეობენ კიდეც სადაც საჭიროა ხმამაღალ სიტყვასაც ამბობენ და კიდევ მეცაც ალბათ გააკეთებენ იმიტომ რომ მართლა სახიერნი მამაცნი და ძალიან ნიჭიერი ხალხია აბა დააკვირდით როგორც ისტორია წერს კი იმიტომ რომ ისეთი შენატანი აქვს კულტურაში თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით იგივე ნიკოლოზ დვალი წაიდან იყო კიდევ იქით კასრისხევის ჩრდილოეთით ეს იყო ძალიან რელიგიური ოჯახი და იოანე ნათლისმცემელს შესწირეს შობიდგანვე და იყვენ იოანე გიორგი ალავერდის ოთხთავი თარგმნეს ჟამის წირვანი სინასფთაზე საეკლესიო პირები დვალების ყარიდან საეკლესიო პირები იყვენ ეს ხო ქრისტიანობის შესვლა იყო განათლება მე-6 საუკუნეში პირველი შემოვიდა დავით გარეჯელი 536 წლებში და მერე მოყვენ დანარჩენი ასურელი მამები და გაუშვა კახეთში მთის ხალხს გაუგზავნა მისიონერები დვალეთში სრულიად მშვიდობიანად მიიღეს ამათმა უმტკივნეულოდ ხოვი უფრო ცუდად შეხვდა ისე რომ დვალები ამისთვის ეკონომიურ სამეურნეო ურთიერთობა კულტურული ყოველნაირი ურთიერთობა ჭიდრო კავშირი იყო დვალებსა და ბარს თავს შორის და როცა გაჭირება იყო და შემოსევები მეფე და ხალხი ადიოდა დვალეთში რაღაც სახნობით იქ იყვნენ მაგრამ მეც ხო ვერ აიტანდა და მე გამოდიოდნენ და ჭარბი ნამატი იცით რომ თაკვებავს ბარს ჩამოდიოდნენ და ისინი სპორადულად სახლდებოდნენ საქართველოს სხვა მხარეებში და ამ ქრისტიანობის მიღებამ დიდი საქმე ეს არის ქართულის და მწიგნობრობის შეტანა და უნდა გითხრათ რომ წერა-კითხვა მასიურად ჭირდა ხო თავადაზნაურობა ხმლით და წიგნიერებით მოიპოვა გვარი ესე არ იყო რომ პირდაპირ ეჩუქათ ხომ და დვალებში ეს ძალიან გავრცელდა მე-9 საუკუნეებში ეს იყო დიდი წიგნიერება და საეკლესიო მსახურება უამრავი საეკლესიო პირია ჩვენთან და უცხოეთის სავანეებში და საქართველოშიც მოღვაწეობდნენ დიდი კულტურა და დღეს თუ ყავს საეკლესიო პირი არის სამიო და სხვადასხვა ადგილებში არიან სხვადასხვა ეკლესიებში მოღვაწეობენ მიკავშირდებიან კიდეც და როცა 2009-ში დავლოცეთ გვარი ერთ-ერთი მობრძანებულიც იყო და იოანე ნათლისმცემელი არის ჩვენი საოჯახო ხატი რამდენადაც მერაბდვალი არის რომელსაც ქონდა ეს ხატების წარმოება და მამა დემეტრეს დაუკავშირდი თავის დროს აი ბარიტონი თუ ბანია და დავთქვით შაბათი დღე იყო და წინა დღეს შევიტყვე მაშინ ასე განსწავლული არ იყო ჩემი ძმა არის გულანთებული ქართველი და დვალების დიდი მოამაგე და გვარებს ლოცავს პატრიარქიო დავთქვით ეს დღე და წინა დღეს ვიგებ რომ ხატია
ავწოდ და მე როგორ გეკადრებათ დაუძახეთ თელ ოჯახს მე ვჩუქნი გვარს და არაჩვეულებრივი ხატი ერთხელაც მე მცველი ვარ და სახლში და იცით რა რითი გამოსარცხოთ ჯერ ესეთი ყავს ნიკოლოზ დვალი ხო ჩვენ თვითონ მაგრამ ეს წმინდა ნიკოლოზ დვალი მოსამეურნეობად ასრულებდა ნიკოლოზ დვალი და იოანე ნათლისმცემელი ზემო შავრაშიო ჩვენო ეკლესიაც გვაქვს და მე რა იყო იცით კიდე რით განსაზღვრეთ რომ თვითონ ნიკოლოზ დვალის საშუალგანვე შესწირა მშობლებმა იოანე ნათლისმცემელს და მისი გამოცხადებით იყო დამასკოში რომ წავიდა და ნუ გადავწყვიტეთ რომ ეს ის ხატია რაც ჩვენ ნამდვილად იოანე ნათლისმცემელი ძალიან კარგი აი ეს არჩევანიც ხშირ შემთხვევაში არის არა ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, არამედ რაღაცა სულიერი კარნახი, სულიერი შთაგონება იმისა, რომ აი რომელი წმინდანი უნდა გამოირჩიოს ამა თუ იმ გვარმა და რომელ წმინდანთან პოულობს სიახლოვეს, სულიერ სიახლოვეს, სულიერი ერთობის განცდა, რომელ წმინდანთან მიმართებაში იბადება და ძალიან საინტერესო წმინდანია იოანე ნათლისმცემელი, თქვენ მოგეხსენებათ ის წინამორბედი იყო მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და აი ეს ღვაწლი იოანე ნათლისმცემლის ღვაწლი რომ გაანამზადეთ გზანი სინანულისანი ეს არის საყოველთაო საკაცობრიო მოწოდება რომელიც ყველა თაობას და ყველა ეპოქას ჭირდება რათა განემზადოს უფალთან მისასვლელი გზა და ეს გზა გადის სინანულზე გზანი სინანულისანი განამზადეთ ამას ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი და რა კარგია რომ სულიერ ერთობას პოულობს დვალების გვარი ამ შემთხვევაში აი ამ დიდ წმინდანთან და აი იმ სულიერ ერთობას გამოხატავს, რომელსაც ქადაგებდა და რომლისკენაც მოუწოდებდა წმინდა იოანე. თვითონ პატრიარქთან შეხვედრისა და გვარის კურთხევის მომენტებზე მინდა უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ძალიან დიდი რაოდენობა შევკრიბეთ დვალების და პატრიარქმა დაგლოცა ახლა ვერ მივეახლეთ ჩემ და ამბიონზე იყო და ხატიც იყო მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცი რომ დიდი ტალღა ახალგაზრდების არ ვიცი საინსტიტუტო თუ სამხედრო იყო დალოცვა მათი რაღაც ეს ნიაღვარი რო შემოვიდა მესად ვიყავი ხომ ვეძებდი ჩემ გვარს მაგრამ ეს კი კარგად მე მასალებიც მოვიტანე არის ჟურნალში გამოქვეყნებული პატრიარქმა ბრძანა რომ დვალები დაგლოცა რა თქმა უნდა და თქვა რომ ჩემი ნათლია დვალი იყო ზოილე დვალიშვილი ნახეთ პატრიარქის აზროვნება როგორ არის დვალი იყო ну ისე მე ამა თქვენ ამას ვერ წარმოიდგენთ ეს იყო ჩემთვის დიდი საჩუქარი და მე თვითონ პატრიარქსაც შევხვედრი ვარ სხვა სიტუაციაში მაგრამ აი ესე რომ იმ დროს ცალკე მივსულიყავით სხვაგვარიც იყო ჩვენთან ერთად მაგრამ ну არანაირი შესაძლებლობა ეს ახალგაზრდებს ვინ შეუშლიდა ხელს ну გაუთავებელი ნაკადი მოდიოდა და ღმერთმა გაახაროს ეს ბავშვები ძალიან კარგი იყო მაგრამ ეხლა რის თქმა მინდა იცით აი თქვენ გზანი სინანულისაო ხო ბძანეთ განამზადეთო ეს სინანული და მონანიება თუ მართლა გაისიგრძენა ადამიანმა ეს უკვე დიდი მეტამორფოზაა შეიძლება ხო იცით ბოროტება და სიკეთე 20%-ია მეცნიერულად ბალასტი ხანაკეთ ხანეკით შუაში 60%-ია თუ ღმერთმა დაგლოცა და იმ კარგ 20%-ში ხარ ხომ კარგი მაგრამ როდესაც ხდება ნამდვილი მონანიება როგორც სავლე გახდა პავლე ის აღარ არის უკვე ის არის სრულიად სხვა და მე ვისურვებდი თუნდაც დვალების მიმართ კი იყო ზეწოლა კიდე ცარიზმი და ბოლშევიზმი ღმერთო მე არც რუსის და არც ერთი ეროვნების საწინააღმდეგო არ მაქვს მაგრამ არანაკლები უბედურება იყო საქართველოსთვის თავზე ხელის გადასმა და ერთმორწმუნეობა ჩვენთვის დიდი შეღავათი არ იყო იმიტომ რომ შენ თუ მე უნდა დამამანკურტო და დამავიწყო ვინ ვარ მეხსიერება აი მანდ თქო მომავალი თუ გინდა უნდა წარსული გახსოვდეს ხო და აი ეს ზეწოლა დიდი იყო ძალიან ჩვენზე ამათი მხრიდან
მე ხა რატო ვამბობ იცით აი დღესაც როდესაც შენ პიროვნულად გარდა იმისა რომ ისინი ზუსტად ცარიზმის და საბჭოეთის დროს დიდი ზეწოლა იყო თვალებზე სხვებზეც ალბათ იმიტომ რომ გზადაგზა ძალიან დიდი ეს იყო ტერიტორიების წარწმევის დიდი მცდელობა ძალიან დიდი და ეხლა მოყარე მტრულად მოსული მტერზედაც უარესია ჩემთვის ხო შენ მე თავზე ხელი მისვა და მანკურტი გამყად მაგრამ ქართველი არ ემორჩილება ამას რა თქვა დავით ლანგმა ასეთი პატარა ერის ისტორიას რო გაეცნობი ღმერთს იწამებო იმიტომ რომ ობიექტური მიზეზი ამათი გადარჩენის არ იყო მართალია ცვაიგიც გაგიჟებული იყო როგორ სირცხვილი ჩვენ რო ამერს არ ვიცნობდით და შენიერი შენ ხო უნდა შეიმეცნო ადამიანმა იმიტომ რომ მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია ჩემთვის მე უცხოს იმდენად ჩვენ ყველანაირ ზეწოლას გავუძლებთ მაგრამ შენ დამიდექი მე იცით რა შეა საქმე როდესაც ჩემთან თუნდაც პიროვნულად მე დვალს ცდილობ რომ გვარზე არავისაც არაფერი არ დამითმია, მაგრამ ადრე უფრო მტკივრდა. ეხლა ზუსტად ვიცი, იმდენ რამეს გავეცანი, რომ არაფერი საძებარი თვალებს არ აქვთ, ხო? მაგრამ ჩვენი ქართველების საწოდოება რა არის, იცით, ის უკეთური და კეთილი რატო ვახსენე, იცით, რომ ილიამ თქვა, ჭიდილია ცოდომადრის ეს ცხოვრებაო. და მე არ მინდა, რომ ბოროტმა დაძლოს, კეთილსაც ძლია ბოროტმა, არსება მისი გრძელიო, იმიტომ თქვა დიდმა შოთამ რომ ჩვენ ქართულს რა გვინდა ვდგავართ უკვე აღმასვლაზე ვარ რომ ზეობა დიდხანს იყოს კეთილი და მიიჩქმალოს ბოროტი ნამდვილად არ გჭირდება ეხლა ეს თორე მე ის ქართველი არა ვარ რომელიც იტყვის კარგი ვარ ამას ნუ იტყვი ეს მე არ ამჭირს რატომ იცით მე ვთვლი რომ აი ის ვინც დღეს მგონია შეიძლება იმას თავი ისიც მე ვარ ესეც მე ვარ მედლის ორი მხარეა ჩვენ ვერ კიდევაც თუ არ ექვართულება ვიღაცას თავი ან ცდილობს რომ ვიღაცის კარნახ ორივე ჩვენ ვართ კარგიც და ცუდიც ამიტომ ჩვენ გუსულს რა ერთიანობა ჩვენ გვინდა რომ არც დვალს ვერ ჩოდე შენ გაეცანი ისტორიას მოდი დააფასე დვალები დღევანდელი დვალები ძალიან სახელოვანი ხალხია თუნდაც შინდიში დვალიშვილი არ იყო ის დიდი ტრაგედია კიდეც მტკივა ძალიან და განვიცდი იმიტომ რომ არც ისე ინგრეოდა საშიშროება იყო მაგრამ 17 ბიჭი რას შეეწირა გეკითხებით მე თქვენ და სადღაც გულში მეამება რომ დვალიშვილიც ერია იმ გაუგონარ გმირობაში და ასეთი ჩვენ უამრავი ყავს გინდა გიადვალი ფიზიკოსი აიყეთ გინდა მერაბდვალიშვილი დვალი არ არის გინდა ლაშადვალი დვალი მერაბდვალი თვალის ქირურგი დვალი არ არის სოპრანო ყავს თეონა აქეთ დამონადვალი ყავს თვითონ ჩემი ძმა ნუგზარი მისი შვილები თორნიკე შალვა ბექა და ნინო გადასარევი ბავშვები თავის შვილიშვილებიანა ესენი იღწვიან კარგი არქიტექტორები კარგი მხატვრები და კარგი მოქალაქეები არიან და მე მინდა რომ სწორად იყოს ყველაფერი გაგებული და მე დიდი სურვილი მაქვს რომ დვალები კიდევ უფრო გაძლიერდნენ არა მარტო ჩემი გვარი რა თქმა უნდა ისინი ვინც დვალურები არიან ყველა და მთელი საქართველო რაკი ვდგავართ მე ვფიქრობ აღმავლობის გზაზე და ღმერთი ჩვენთან არის გორგასალმა რა თქვა ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსაო და განსაცდელს გაუმკლავდითო ის კი არ მინდა რომ დავიხოცოთ მაგრამ ჩვენი იდენტობა და ქრისტიანობა 4 კონფესიას შორის მართლმადიდებლობა ყველაზე ღრმა და ჭეშმარიტი მაინც საქართველოშია და ძალიან მინდა რომ ამ აღმავლობის გზაზე არაფერი წინაღობა არ შეხვდეს მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ უფალს და უფლის ნებას ვერაფერი ვერ გადაუდგება თარიღი მინდა დავასახელოთ ის თარიღი როდესაც დაილოცა დვალების გვარი 2009-ში იყო 2009 წლის ოქტომბერი იყო. რიცხვი ხო არ გაქვს? პირველი იყო თუ არ მეშლი. პირველი ოქტომბერი. ხო. პირველი ოქტომბერი. და იცით რატომ მე მაშინ არ ვიყავ ჯერ 11-ში ამირჩიეს. და ჩემად როლოცავსო პატრი რაღაც ეს და უცბად ამას სულ ეს აქტუალები
იმიტომ დაუკავშირდი მამა დემეტრეს. კი არ ვიყავი და მე მობძანდა ირაკლი თვალი ვისაუბრეთ და ვნახეთ ფრუიძე და მე უკვე შევკრიბდი თვალები. სამომავლოდაც გვინდა რომ დვალების გვარი ჩართული იყოს სრულიად საქართველოს საგვარეულო მოძრაობაში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ მოძრაობაში, მით უმეტეს რომ ამ გვარს აქვს ისტორია, აქვს წარმომავლობა და აქვს ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც გასაჯაროებას, რომელიც გამომზეურებას მოითხოვს და ყველაფერი ეს არის არა იმისთვის, რომ გვარი წარმოვაჩინოთ და რა კარგები ვართ და ასე შემდეგ, არამედ იმისთვის, რომ თუ როგორები უნდა ვიყოთ, ვის უნდა მივბადოთ. თუ ფიზიკა, მათემატიკა სწავლობს ბავშვი, უნდა იცოდეს, რომ გიადვალს უნდა დაემსგავსოს. აი ეს მაგალითის მომენტი უნდა გქონდეს და ეს მაგალითები სადღაც საძებნი კი არ არის და როგორღაც საძებნი კი არ არის. არამედ თავის გვარის შვილებში შეიძლება მოიძებნოს ბრწყინვალე ქირურგი, ბრწყინვალე არქიტექტორები და ასე შემდეგ და მივბაძოთ მათ და დავემსგავსოთ მათ და ვიყოთ დვალები, რაც მთავარია დვალები ვიყოთ. ფუძით და ფესვებით ქართული წარმომავლობის დვალები, რომლებიც მეციხოვნეები იყვნენ და რომლებიც კეტავდნენ ჩრდილოეთის კარს საქართველოს. დღეს რო ეს კარი ასე ვერ არის ჩაკეტილი როგორც საჭიროა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დვალების მიმართ არ არის სახელმწიფოებრივი ყურადღება, არ არის სახელმწიფოებრივი ნდობა და დვალებიც გარკვეულწილად როგორც გვარი დაქსაქსულია. ამ წუთში მე ვერ ვემდურები სახელმწიფოს, მაგრამ რამდენადაც უკაცრავად ჩაგეთ, მაგრამ რამდენადაც ძალიან რთული გეოპოლიტიკური, საერთოდ არის ძალიან რთული მდგომარეობა, მაგრამ კერძოდ დვალებს მისახედი ამ წუთში ასე არ მე ვამბობ ისტორიულ დვალებს და გვარს უნდა ამოწევა, რომ მავანმა და მავანმა კი არ დაგიწყოს ქილიკი, კარგად გაისიგრძე განოს და არ დაეჭიდოს ამ თვალსაზრისით დვალებს, თორემ აბა შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში. იწვის გარშემო და საქართველო ეს არის ვითარცა ოაზისი უდაბნო საშინად დამიჯე ნამდვილად ასე ღმერთი ჩვენთან არის და თუ კალთას გვაფარეს ღვთისმშობელი ნებისმიერ ოქროს გუმბათზე მეტი დამცავია ამას წყალი არ გოვა და მე მინდა რომ ყველა ქართველი მეორეს კი არა ეკილიკოს გვარი ძალიან მნიშვნელობის მატარებელია იგივე შოთა ზედგინიძე რომელმაც თქვენთან დამაკავშირა ზედგინიძეების გვარის წარმოადგენელი მეფე შეეწირა იმის მაგივრად მოაკვლევინა თავი მეტი რა ქნა და იოთამ ზედგინიძის წმინდა იოთამის სახელის იოთამი და იესე ფალავანდიშვილმა რა ქნა 32 წლის შეთქმულება გაყიდა მე სადღაც რუსეთში და თქვენი ძმა უნდა გავანეიტრალოთო და მაგას თქვენ ვერ იზართ მე დამავალეთო გადასარევი გვარია ფალავანდიშვილი მაგრამ გვარზე კი არ არის მიეცით ნიჩსა გზაფართო და არა გვარიშვილობასო გვარიშვილობაც კარგია მაგრამ თუ ნიჭი დაძდევს ადამიანს გზა მიეცი და მე ამ წუთში ვერავის კონკრეტულად ვერ დავშე იმიტომ რომ დიდი ძალაა საქართველოსზე მოსული მაგრამ სურს რომ ეს საკითხი როგორც ითონიშვილი ბრძანებს ჯერაც ტერა ინკოგნიტო და ჩვენივე ინტერესებშია ჩვენივე სახელმწიფოს ინტერესებშია რომ კარგად დავალაგოთ მეცნიერულად და გამოვაცალოთ საფუძველი და ნუ გადააგდებენ ეთნიკური სივრციდან ნუ გამდევნიან ისტორიულად თორემ გასადები არაფერი ჩვენ არ გვჭირს მართალწამით ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მინდა ვთქვა კლავაცა და კლავაც საუბრობდა თქვენთან ქალბატონი ნანა დვალი რომელიც არის დვალების ბრწყინვალე გვარის წარმომადგენელი და ჩემი სურვილი რომ დვალები უკავშირდებიან დვალეთს როგორც წარმომავლობის ადგილს და ეს ადგილი დღეს ვახსენეთ უკვე რომ არ არის ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიად არ მოიაზრება კლავაცა და კლავაც იმ პრობლემურ მდგომარეობას ქმნის, რომელ მდგომარეობასაც სჭირდება პატრონი იმისა, რომ დვალებს აქვთ თავისი მშობლიური კუთხე, დვალებს აქვთ თავისი მშობლიური მიწა და ეს გვარი თუ ვინმეს და თუ რაიმე ეკუთვნის უპირველეს ყოვლისა იმ ქართულ წიაღს, რომელიც დვალეთის სახით არსებობს საქართველოს რეალობაში და იარსებებს მომავალშიც, რამე თუ განგება უფლისა დიდია, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე დამპყრობელი, ვიდრე იპერიული ზრახვები და ვიდრე
ვიდრე აი ის კეთილისა და ბოროტის ჭრილი, რომლის შესახებაც ქალბატონ ნანამაც გაამახვილა ყურადღება. გვჯეროდეს და გვწამდეს იმისა, ვინც ვართ და რანიც ვართ. თვალებს საამაყოთ უნდა გქონდეთ ის, რომ ისინი არიან ქართული ფესვების მქონე, იმ დიდი ქართული კუთხის წარმომადგენლები, რომელ კუთხესაც დღეს უჭირს, მაგრამ ეს გაჭირვება მარადიული არ იქნება. გვჯეროდეს მომავლისა.